აი ესე მარტივად თუ დაფიქრდება ადამიანი, ეგონება რომ კაცობრიობის განვითარება და გენიალურობა სმარტფონებზე და ელექტროენერგიაზე დგას ზოგადად. ჩვენს თავს ზეტექნოლოგიურ არსებებად მივიჩნევთ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვდგავართ გიგანტების მხრებზე. ანუ დღეს რაც ინოვაციურია, ან თანამედროვედ ითვლება, დიდი შანსია დაშენებული იყოს მრავალი საუკუნის და ათასწლეული წლის წინ გამოგონებულ ინოვაციაზე. დღეს სწორედ ამ გამოგონებებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ძალიან ადრე გამოიგონეს და დღესაც სწორედ მაგ კონცეფციაზე დაფუძნებულ რეალობაში ვცხოვრობთ, ესე რომ ვთქვათ რა. აი მაგალითად, ცენტრალურ გათბობა რო ვთქვათ, სიტყვა ცენტრალური ფრაზა ცენტრალური გათბობა, ცნება ცენტრალური გათბობა და მითხარი რომელი წელი გახსენდება ცენტრალურ გათბობაზე. შენ მეტყვი 2018 წელს. საიდან ვიცი რომ 2018 წელი გაგახსენდა? იმიტომ რომ ცენტრალურ გათბობასთან თითქოს 2018 წელი ასოცირდება, მაგრამ ცენტრალური გათბობა როდის გამოიგონეს, იცი? ძალიან ადრე, სად იცი? რომში და ასეთი არის ძალიან ბევრი. 15-დან 20-მდე, რომელიც მე მაქვს ხა მოკვლეული. არ ვიცი 15 იქნება, 17, 18, 19 თუ 20 თუ 16 საერთოდ, იმიტომ რომ მონტაჟის დროს გადავწყვეტ, მაგრამ მინიმუმ 15 და მაქსიმუმ 20 გამოგონება, რომლებზეც დაშენებული არის დღევანდელი რეალობა. წავედით. Pasto, fantasto, scalmanananes too much me. სანამ ვიდეოზე გადავალთ, როგორც იცით, გროვდება ფული, თანხა და უკვე $1,000,000 გადააჭარბა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის. უერთდები ამ კამპანიას, რა თქმა უნდა, მეც და ჩემ გამომწერებს მივმართავ, რომ ანგარიშის ნომერი არის აღწერაში, ასევე ქისაჯის ლინკი არის აღწერაში და შეუერთდეთ და გავაკეთოთ კარგი საქმე ერთად. მადლობა. ადრე ადამიანები ტვირთს ათრევდნენ საკუთარი ზურგით, მოშინაურებული ცხოველებით, ან ეგრეთ წოდებული წყლის ციგებით. გიგანტური ქვების გადასაზიდად არსეულობით მონა ლოდს ქვეშ მორებს უფენდა, რომ გადაადგილდებოდა ეს მორი უკანა მორი წინ გადაჰქონდა, შემდგომ კიდე პატარაზე რომ გადაადგილდებოდა კიდევის უკანა წინ გადაჰქონდა და ესეთი დამღლელი და არაეფექტური პროცესი იყო, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა. იმიტომ რომ ეს ლოდები არ იყო ამხელა ლოდები, ეხა ეს გაამრავლეთ 100-ზე და მაგხელა ლოდებზე არის საუბარი. ძველი წელთაღრიცხვით მე-4000 წლეულში, საუკუნეში კი არა 1000 წლეულში, ანუ -4000 წელს. მესოპოტამიაში მიხვდნენ, რომ მოძრავი მორი და ღერძი შეიძლება გაერთიანდეს. საინტერესოა, რომ პირველი ბორბალი არა სატრანსპორტო, არამედ მეთუნეობის დაზგა იყო. ანუ ჯერ თიხას ამუშავებდნენ ამ ბორბალზე და შემდგომ მრავალი საუკუნის მერე მიხვდნენ, რომ ამ ბორბალზე შეიძლება რაღაცა დავდოთ და გადავაადგილოთ მარტივად. დღევანდელი პარალელი რა არის, რომ საქმე მარტო საბურავებში და ბორბლებში არ არის. შეხედეთ მყარ დისკებს კომპიუტერში, გიგანტურ ტურბინებს ჰიდროელექტროსადგურში, ან ნაწილაკების ამაჩქარებელს CERN-ში. CERN-ი, რომელმაც 2016 წელს ჩაგვტოვა, თუ გახსოვთ, თუ არ გახსოვთ, ჩემ ვიდეოს უყურეთ. ამ მრავალი ათასწლეული წლის წინანდელმა მიგნებამ ბრუნვით მოძრავა და ღერძის პრინციპი სამყაროს მთავარ კინეტიკურ ძალად აქცია. ანტიკური კანალიზაცია და სანტექნიკა. ძველად ქალაქები წარმოადგენდა ანტისანიტარიის ბუდეს. ნარჩენები, ფეკალიები, ბინძური წყალი, საერთოდ ყველაფერი რაც ნაგვად ითვლება, პირდაპირ ესე ქალაქში იყრებოდა და ისხმებოდა ფანჯრიდან, ანუ არსად არ მიდიოდა. და წვიმის დროს ეს ნაგავი ესე მიედინებოდა და სასმელ წყალში იღვრებოდა. კოლერას, ტიფს და დიზენტერიას მხოლოდ ერთი კვირა სჭირდებოდა იმისთვის, რომ ქალაქი გაენადგურებინა. მაგ დროს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 30 წელი. მე 29 ვარ. კიდევ კაი 2026 წელი. როგორ მოგვარდა ეხა ეს პრობლემა? ინდის ხეობის ცივილიზაციამ, ანუ ინდოეთში, ცოტა უცნაურია, მაგრამ ინდოეთში და შემდგომ მოგვიანებით რომის იმპერიამ შექმნეს მიწისქვეშა არხების ქსელი. წყლის მუდმივი დინება ქალაქიდან რეცხავდა ამ ნაგავს. ხოლო რომაელებმა საერთოდ გადახვეწეს ეს ყველაფერი და სახლებშივე ყველას ჰქონდა თიხისგან და ტყვიისგან დამზადებული მილები. სადაც ეს ნაგავი მიდიოდა, არჟონავდა და გადიოდა სადღაც შორს და არ იყო საშიშროება, რომ ქალაქის სასმელ წყალში ჩაღრილიყო. თანამედროვე მეგაპოლისები და არა მარტო მეგაპოლისები, ქალაქები ფიზიკურად ვერ იარსებებდნენ ამ საკანალიზაციო სისტემის გარეშე. და სხვათა შორის ექიმები აღიარებენ, რომ გამართულმა სანტექნიკამ და საკანალიზაციო სისტემამ უფრო მეტ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე, ვიდრე ყველა ანტიბიოტიკმა და ვაქცინამ ერთად აღებულმა.
აი ესეთი მნიშვნელოვანი გამოგონება იყო კანალიზაცია და საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ინდოეთში გამოიგონეს და შემდგომ რომაეთში დახვეწეს. რომაული ბეტონი და ხელოვნური კლდე. ადრე შენობებს აშენებდნენ გამოუწვავი აგურით ან ქვის ნატეხებით, რომელიც ვერც მიწისძვრას, ვერც წყალს, ვერც დროს ვერაფერს ვერ უძლებდა და მალე იშლებოდა და ინგრეოდა. რომაელებმა ისევ რა თქმა უნდა, რომაელებმა კირსა და წყალს დაუმატეს ვულკანური ფერფლი, რომელსაც ჰქვია პოცოლანა და მიიღეს მასა, რომელიც ქიმიური რეაქციაში შედიოდა წყალთან და დროთა განმავლობაში კი არ იშლებოდა და ინგრეოდა, პირიქით დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მაგრდებოდა და უფრო შეუძლებელი ხდებოდა ამ შენობა ნაგებობის დაანგრევა. შემდგომ მათ ისწავლეს ბეტონის ჩასხმა ფორმებში, რამაც მათ მისცა საშუალება რომ აეშენებინათ უზარმაზარი შენობა ნაგებობები, როგორიც არის მაგალითად პანთეონი. როგორც იცით, ჩვენი ქალაქები ბეტონის ჯუნგლებია, მაგრამ ჩვენ რა ბეტონსაც ვიყენებთ, რომელსაც ჰქვია პორტლად ცემენტი, 50-100 წლიანი ხანდაზმულობის ვადა აქვს. ანუ 50-100 წელი კარგადაა და მერე უკვე ნელ-ნელა იწყებს ნგრევას. დღეს კი მეცნიერები მიკროსკოპულ დონეზე აკვირდებიან რომაელების შექმნილ ბეტონს, რომელშიც ვულკანური ფერფლია გარეული და ცდილობენ დაამზადონ ბეტონი, როგორცაც აკეთებდნენ რომაელები, რომელიც დროთა განმავლობაში კი არ ბუჭდებოდა და გრევას კი არ წყდა, პირიქით უფრო და უფრო ძლიერი და უდრეკი ხდებოდა. ჰიპოკაუსტი, ცენტრალური გათბობა. აი ინტროში ცენტრალურ გათბობაზე რო ვისაუბრე, ზუსტად იმ ცენტრალურ გათბობაზე გადავიდეთ მოდი. ზამთარში ადრე სახლებს ათბობდნენ შუაში დანთებული ცეცხლით, ანუ შუაში ანთებდნენ ცეცხლს, იქაურობა იჭვარტლებოდა, თან არც ეფექტური არ იყო, იმიტომ რომ შუაში სითბო იყო და კუთხეებში ყინავდა. ასევე ეს ყვამლი, რომელიც აზდიოდა ამ ცეცხლს, იყო მომწამლელი და ძალიან ბევრი ადამიანი კვდებოდა. თუ სიცივე არ კლავდა, მაშინ დროთა განმავლობაში ეს ნახშირჟანგი, რაც არის ფილტვებში, ჩადიოდა, იქ ილექებოდა და შემდგომ ფილტვების დაავადებებით კვდებოდნენ. რომაელებმა, რა თქმა უნდა, სახლები ცოტა მიწისგან ზემოთ აწიეს, სახლის გარეთ დააყენეს დიდი ღუმელი, სადაც ცეცხლი ენთო. ამ ღუმელიდან გამომდინარე ყვამლი და სითბო მიწის ქვეშ, ანუ იატაკის ქვეშ, სახლის იატაკის ქვეშ შედიოდა და თანაბრად ათბობდა იატაკის ყველა წერტილს. ყვამლი მოივლიდა სახლის ფართობს და ბოლოს გარეთ გადიოდა. ანუ დღევანდელობიდან გამომდინარე მდიდრულად თბებოდა. მაღალსართულიანი ბინები, ანუ ვერტიკალური ურბანიზაცია. ქალაქები იზრდებოდა მხოლოდ ჰორიზონტალურად. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ჩადიოდა ქალაქში საცხოვრებლად, მით უფრო შორს უწევდა ქალაქის ცენტრისგან დასახლება. ეს თავდაცვითი გალავნების შიგნით, ანუ ქალაქებს ხო ჰქონდათ ეს თავდაცვითი გალავნები. აი მაგ გალავნების შიგნით ადგილები ძალიან მალე იწურებოდა და ამ ქალაქში ჩასულ ხალხს უწევდა გალავნის გარეთ, ანუ სახიფათო ტერიტორიაზე დასახლება. რაც არავის არ უნდოდა საბოლოო ჯამში და საშიშიც იყო. ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში რომაელებმა დაიწყეს პირველად კორპუსების თანამედროვე კორპუსების აგება და ძალიან საინტერესო ის არის, რომ ეს კორპუსები იყო 5-6 სართულიანი კორპუსები, სადაც პირველი სართული იყო კომერციული ფართებისთვის, ანუ ბარები, რესტორნები და ასე შემდეგ და შემდგომ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სართულებზე ბინები ქირავდებოდა. ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეზე მაქვს საუბარი. ოღონდ ამ შენობებს არ ერქვათ კორპუსები, ერქვათ ინსულები და ეს ინსულები გახდა თანამედროვე სამყაროში კორპუსების წინაპარი შენობები. სადაც პირველ სართულზე კომერციული ფართია და შემდგომ მაღლა ძალიან რაც დრო გადის უფრო და უფრო მაღლდება ეს შენობები, საცხოვრებელი ბინები. ასობგერითი ანბანი მონაცემთა შეკუმშვა. თავიდან სანამ ანბანი გაჩნდებოდა, არსებობდა მხოლოდ იეროგლიფები ან მაგალითად ლურსმნული დამწერლობა. მაგ დროს თითო იეროგლიფი აღნიშნავდა თითო სიტყვას ან აზრს. იქ ადამიანს რო ეთქვა რომ მე წერა-კითხვა ვიციო, ძალიან დიდ ცოდნაზე იყო საუბარი. 1000-ობით და 10000-ობით სხვადასხვა იეროგლიფების და ფორმების და იმების დამახსოვრება გიწევდა, რომ გეთქვა რომ წერა-კითხვა ვიციო. ხო და ეს წიგნების კითხვა და წერა იყო მხოლოდ ვიწრო წრის ელიტის და ქურუმების პრივილეგია. მასებით ძალიან გაუნათლებლები და манипуლირებადები იყვნენ. ძალიან მარტივად. მაგრამ ფინიკიელებმა მოიფიქრეს გენიალური რამ. ადგენენ და სიტყვებს კი არ შეუსადაგეს რაღაცა ფორმები, არამედ ბგერებს და შექმნეს პირველი ანბანი. და მხოლოდ 22 სიმბოლოს დამახსოვრება გიწევდა, ანუ 22 ასოიანი ანბანი. სადაც ადამიანებს შეეძლოთ 22 სიმბოლოს დამახსოვრება და ამ სიმბოლოებით შეეძლოთ ყველაფრის წერა და ყველაფრის კითხვა. თითქოს არაფერი, მაგრამ გენიალური გამოგონებაა, ალბათ თქვენც ეხლა რო გაიაზრებთ მიხვდებით. ქაღალდი, ანუ ინფორმაციის დემოკრატიზაცია. სანამ ქაღალდს გამოიგონებდნენ ადრე, როგორც იცით, წერდნენ ანთიხაზე,
ან ცხოველის ტყავზე, ან პაპირუსზე, აი მაგალითად ცხოველის ტყავზე რომ დაგეწერა რაღაცა პატარა ნაწარმოები, ზღაპარი, წიგნი, მოთხრობა, წერილი, რა ვიცი, მთელი ფარა უნდა გაგეწყვიტა. და მთელი ფარის გაწყვეტა არ იყო მაინც და მაინც სწორი გადაწყვეტილება, წერილი რომ დაგეწერა. თუ პაპირუსზე წერდით, პაპირუსი საერთოდ მარტო ეგვიპტეში იყო და დროს ვერ უძლებდა ლპებოდა. სწორედ ამიტომ შეიძლება ძალიან ბევრი ცოდნა, ძალიან ბევრი აზრი, ან არ დაწერილა, ან დაიწერა პაპირუსზე და დალპა. რაც არ უნდა შეგენახა ლპებოდა მაინც. ჩვენი წელთაღრიცხვით 105 წელს ჩინეთში კაი ლუნმა აიღო თუთის ხის ქერქი, თევზსაჭერი ბადეების ნარჩენები, თოკი და ნაცარი. ეს ყველაფერი ერთად დანაყა, წყალში მოხარშა, მიღებული ფაფასებრი მასა ესე ბადეზე გადაშალა და გააშრო. შედეგად მიიღო მსუბუქი, იაფი, ელასტიური მასალა, რომელსაც დღეს ჩვენ ქაღალდს ვეძახით. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ქაღალდი და არა ქახალთი. არც ქახალდი და არც ქაღალთი. 4 ვარიანტია, მხოლოდ ქაღალდია სწორი. რაც არ უნდა ვიჭიმოთ და ვიწელოთ და ვთქვათ, რომ სამყაროს დიჯიტალიზაცია ხდება და ფურცელი და ქაღალდი აღარ არის ეგეთი მნიშვნელოვანი. რაც არ უნდა დრო გავიდეს, ქაღალდი იქნება ყოველთვის ყველაზე ეფექტური მეთოდი ინფორმაციის დასატანად. ან მუყაოს ყუთები ხო ქაღალდისგან კეთდება, საბუთები ხო ქაღალდით კეთდება, ხელსახოცები, სველის ხელსახოცები, აი ეს ყველაფერი არის კაი ლუნის შედევრის შთამომავლობა. დანატოვარი. ქაღალდის გამოგონება მცოდნა ხელმისაწვდომი გახადა, მაგრამ ძველ სამყაროში განათლება მაინც უდიდეს ფუფუნებად ითვლებოდა. ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში წასასვლელად, ან ფილოსოფიის სკოლაში მოსახვედრად, ადამიანებს მთელი ცხოვრების დანაზოგის დახარჯვა უწევდათ, რადგან არ არსებობდა არავინ, ვინც ნიჭიერ ახალგაზრდებს ზურგს გაუმაგრებდა. დღეს განათლებას და განათლებისკენ მიდრეკილ ადამიანებს ყავს ძალიან სერიოზული მხარდამჭერი, რომელიც ასევე არის ჩემი მხარდამჭერი, საქართველოს ბანკი. შეგიძლიათ შეხვიდეთ განათლება.BOG.G-ზე, არ აქვს მნიშვნელობა სტუდენტი ხარ, სკოლის მოსწავლე თუ უკვე დამწყები პროფესიონალი, შეგიძლია ნახო შენზე მორგებული პროგრამა და შენს განათლებას ამოუყენო საქართველოს ბანკის მხარდაჭერა გვერდში. ადგილობრივ სტიპენდიებთან ერთად ასევე არის საერთაშორისო სტიპენდიებიც. ისწავლე საზღვარგარეთ, ამერიკაში, ბრიტანეთში, ესპანეთში საქართველოს ბანკის სტიპენდიით. ქოლი უკვე გამოცხადებულია რამდენიმე პროექტზე, დანარჩენ პროექტებზე კი გამოცხადდება ზაფხულში. სპარსული ფოსტა. როდესაც მეფეს რაღაცა ბრძანების გაცემა უნდა და ან მეფეს სჭირდებოდა რომ რაღაცა ინფორმაცია მიეღო, ერთი მაცნე გარბოდა ერთი ცხენით და მიქონდა ეს ინფორმაცია. ან იქნებოდა ეს აჯანყების შესახებ განგაში, ან მეფის ბრძანება არ აქვს მნიშვნელობა. ცხენზე ჯდებოდა ერთი ტიპი და მიქონდა ცხენით. რაღაცა რომ გაივლიდა რაღაცა რამდენიმე კილომეტრს, ეს ცხენი იღლებოდა, ეს ადამიანიც იღლებოდა და ძალიან ნელდებოდა პროცესი და ნელდებოდას რომ თავი დავანებოთ, ძალიან დიდი შანსი იყო რომ საერთოდ ეს პროცესი არც დასრულებული იყო და ბოლომდე ვერ მისულიყო ეს ადამიანი დანიშნულების ერთი წერტილი და მეორემდე. სწორედ ამიტომ ეს აჯანყებების შეტყობინებები ხშირად აგვიანებდა და ხშირად აგვიანებდა ამ აჯანყებების ჩახშობად კიდეც. სწორედ ამიტომ სპარსებმა, კერძოდ კიროს დიდმა მოიგონა ასეთი რამ. მან ააგო სადგურების ქსელი. ეს სადგურები იყო ძალიან ბევრ ადგილას, სადაც მუდმივ მზადყოფნაში იყო ერთი ადამიანი ცხენით. ანუ რას ვამბობ? ეს დანიშნულების ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე შუაში ააშნა რამდენიმე 5-6 წერტილი. ანუ ეს ადამიანი რომ დაიწყებდა სირბილს ცხენით, ცხენის მაქსიმალური, მაგალითად 30 კილომეტრი რომ ცხენს შეუძლია გაუჩერებლად მთელი სიჩქარე თირბინოს, 30 კილომეტრში იყოს საგუშაგო, სადაც იყო დასვენებული ცხენი და სხვა ადამიანი, ეს ადამიანი გჩერდებოდა, მე ეს გააგრძელებდა და ესე ძალიან აჩქარა და პრევენცია მოახდინა იმის, რომ გზაში რამას არაფერი არ მოსვლოდა ჩვენმა კიროს დიდმა. ანუ შექმნა პირველი ქსელი. დღეს როუტერებიც ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს. ანუ შენ რო აქ Space საჭერ და შენ ეკრანზე Spider-Man ხდება, არ გეგონოს რომ ეს დაჭერა, Space-ის დაჭერა პირდაპირ მიბმულია სერვერზე. ამ სერვერს შორის შენ Space Bar-სა და სერვერს შორის არის ძალიან ბევრი ესეთი პატარა საგუშაგო, რომელიც ინფორმაციის გადაცემას უფრო ეფექტურს და უხარვეზოს ხდის. ეს კიროს დიდის დამსახურებაა. მადლობა კიროს. სანამ მეცნიერებაზე გადავალ, წუთით წარმოიდგინეთ ძველი ბაბილონი. შენ თუ გენდომებოდა რომ ვიღაცისთვის მოწონება დაგეფიქსირებინა, უნდა აგიღო 5 კილოიანი თიხის ფირფიტა, უნდა ამოგეკაწრა მომწონს.
შემდგომ ჩაგედო რაღაცა ეტლში, ქალაქების იქით წაგიღო, მიგეწოდებინა და იმას უნდა წაეკითხა. წარმოგიდგენთ რა რთული იყო მოწონების დაფიქსირება და რა მარტივია დღეს, სწორედ ამიტომ ძალიან გამახარებთ თუ მოგწონთ ეს ვიდეო, ძალიან მარტივად თიხის ფირფიტაზე ამოკაწროს არ გთავაზობთ და აპატარავეთ ის full screen-ი, ლაიქს დააწეკით, გაადიდეთ და გააგრძელეთ ვიდეოს ყურება. წარმოგიდგენთ აქ ტკივდათ კბილი და ცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ტკივილ გამაყუჩებელი არ არსებობს. საშინელებაა. მაგ ეპოქაში ადამიანი შეიძლება სიცხეს, კბილის ტკივილს ან გაციებას ჩვეულებრივად შოკში ჩაიგდო და მოიკლა კიდეც. მაგ დროს მკურნალობდნენ შელოცვებით, სისხლის გამოშვებით, რაც უფრო ასოსტებდა ადამიანს, ან რაღაცა ტოქსიკური მცენარეებით. ეგვიპტურ პაპირუსებში და მოგვიანებით ჰიპოკრატეს ჩანართებში აღმოჩენილი არის ესეთი რეცეპტი: თეთრი ტირიფის ქერქის დაფქვა და ამ ყველაფრისგან ნახარშის მიღება. ის ძალიან ეფექტური იყო ტკივილის საწინააღმდეგოდ და ციებ-ცხელებასაც შველოდა. შემდგომ, ძალიან დიდი დროის მერე, 1897 წელს, ანუ ჩემი დაბადებამდე 100 წლით ადრე, ფირმა Bayer-მა სწორედ ამ მცენარეული ფორმულის ბაზაზე შექმნა ყველასათვის ცნობილი ასპირინი. ასპირინი დღეს არის ყველაზე გაყიდვადი და ყველაზე პოპულარული ტკივილ გამაყუჩებელი იქნება თუ სიცხის დამგდები თუ ამგდები, რომელიც მილიონობით ადამიანს იცავს იმპაქტისგან. და ეს ყველაფერი დატანული იყო იმ პაპირუსებზე, რო იცოდეთ. საბანკო პროცენტი და კრედიტი, ფულის დროითი ღირებულება. ადრე ეკონომიკა ეფუძნებოდა ჩვეულებრივ ბარტერს. ანუ ბარტერი რა არის, რომ მე შენ ძროხას მოგცემ, შენ ხმე ხორბალი მომეცი. თუ გლეხს მაგალითად მოსავალი გადაუხმებოდა, ის მშიერი რჩებოდა. იმიტომ რომ წინასწარ შენ შეუძლებელი იყო, რომ ვიღაცას გვესთქვა, რომ ეხა კი გამიხმა მე ხორბალი ჯიგარსონ, მაგრამ აი შემდეგ მოსავალზე მოგცემ, არავის არ ჯეროდა შენ შემდეგ მოსავალზე რას მისცემდი. ამიტომ ხორბლის გადახმობა, მოსავლის გადახმობა დიდი ალბათობით ნიშნავდა შიმშილით სიკვდილს. მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ ადგილას ბაბილონში ტაძრებმა დაიწყეს ოქროსა და მარცვლეულის მიღება შესანახად. მეფე ჰაბურაბიმ თავის კანონებში მკაცრად გაწერა საკრედიტო ლიმიტები. მაგალითად, ხორბლის სესხებზე მაქსიმალური პროცენტი იყო 33%. ანუ შენ რო გამოგქონდა 100 ხორბალი, უკან უნდა მიგეტანა 133 ხორბალი. ხოლო ოქროზე იყო 20%. ანუ მეფე ჰამურაბიმ პირველად გამოიყენა პროცენტის იდეა. და მიხვდა, რომ ფულს შეიძლება ჰქონდეს დროითი ღირებულება, ანუ რაღაც ფულს რო გასცემ, დროითი ღირებულება უმატებს პროცენტს. იდეა, რომ ფულს აქვს დროითი ღირებულება და რისკი უნდა შეფასდეს პროცენტით, არის თანამედროვე Wall Street-ის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და თქვენი საკრედიტო ბარათის საფუძველი. მეფე ჰამურაბის დამსახურება ეს ყველაფერი. ქაღალდის ფული, ანუ ციფრული ნდობის წინაპარი. ძალიან ადრეც და ადრეც ჰქონდა ფულს ფიზიკური წონა და ღირებულება. დიდი ტრანზაქციების დროს ვაჭრებს უწევდათ ამ ტონობით მონეტის გადაზიდვა, რაც არც კომფორტული იყო და არც მაგალითად უსაფრთხო, იმიტომ რომ იზიდავდა ყაჩაღებს და რამდენიმე ტონა მონეტით რომ მოდიხარ, მარტივად დასაყაჩაღებელი ხარ და თან მსუყედ დასაყაჩაღებელი ხარ. ასევე ლითონის დეფიციტის დროს უბრალოდ ფული არ იქმნებოდა, არ იბეჭდებოდა, ფულს ვერ აკეთებდნენ. ანუ საკმარისი მონეტები არ იყო ბაზარზე. ჩინეთში ტანგის დინასტიის დროს ვაჭრებმა დაიწყეს მონეტების დატოვება სანდო დეპოზიტებზე. სანაცვლოდ კი იღებდნენ ქაღალდის ხელწერილებს. ანუ რაღაცა სანდო დეპოზიტები არსებობდა, სადაც მიიტანდი მაგალითად 1000 მონეტას, სპეციალურ ფურცელზე გიწერდა, რომ ამ ტიპს აქვს ეს 1000 მონეტა. ფურცელზე სადაც ბეჭედ დარწმუნებული ეწერა, რომ 1000 მონეტა გაქვს, ნიშნავდა, რომ გაქვს, ოღონდ აქ არ გაქვს ხა. მაგრამ ვინმეს თუ გადასცემდი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს 1000 მონეტა იმისი გახდებოდა. მალე მიხვდნენ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ქაღალდი ისე მონეტებად გადაექციათ, შეეძლოთ პირდაპირ ამ ქაღალდებით ევაჭრათ. სახელმწიფომ დაინახა ამ ყველაფრის ამ ქაღალდის ფულის პოტენციალი და სამყაროში პირველად დაიბეჭდა პირველი ოფიციალური ბანკნოტი, რომელსაც ერქვა ჯაოძი. მზის სათვალე. ემოციების დაფარვის ტექნოლოგია. მზის კაშკაშა შუქი, ან თოვლი, ან თოვლზე არეკლილი მზის შუქი აბრმავებდა ადამიანებს, იწვევდა კატარაქტას და თვალის დაზიანებას. გარდა ამისა, სოციალურ ინტერაქციაში თვალები ყოველთვის გასცემდა ადამიანის შიშებს, სურვილებს და ნამდვილ ზრახვებს, რაც სასამართლოზე და პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, წამგებიანი იყო, იმიტომ რომ სასამართლოში და პოლიტიკაში ხშირად შუბლის ძარღვის გაწყვეტა და ტყუილის თქმა პროფესიონალიზმის მაჩვენებელი არის.
ჩინეთში მე-12 საუკუნეში დაიწყეს კვამლით დაბურული კვარცის ფირფიტების ტარება. მათი მიზანი არა მზისგან დაცვა, სასამართლო პროცესებზე მოწმეების დაკითხვისას საკუთარი თვალების გუგების გაფართოება და პატარავების დამალვა იყო, რომ განაჩენი მიუკერძოვებელი გამოჩენილიყო. დღეს პოკერის მოთამაშეები, პოლიტიკოსები, სპეცსამსახურის აგენტები, ცნობილი ადამიანები და ყველა ვისაც უნდა რომ დამალოს ზოგადად მისი თვალი რას აკვირდება და როგორ რეაგირებს, ყველა იყენებს შავ სათვალეს, რომელიც მე-12 საუკუნეში ჩინეთში გამოიგონეს. ჩემ წინა ვიდეოშიც კარგად ჩანდა, რომ ადრე ადამიანები დროს აღიქვამდნენ, დროს ზომავდნენ, როგორც როდესაც ხეები აყვავდა, ფოთლები დაცვივდა, როცა ციუმა ქარმა წამოუბერა. მაგრამ ეს არ ეძლეოდა ზუსტ პროგნოზს, რა დრო იყო, წლის რომელი მონაკვეთი იყო. თუ გლეხი მარცვალს ნაადრევად დათესავდა და შემდგომ მოულოდნელი ყინვა ამ მოსავალს გაანადგურებდა, ან თუ დააგვიანებდა და შემდგომ გვალვა მოუწევდა და ისევ გაუნადგურებდა ამ მოსავალს, როგორც გითხარით ზემოთ, დიდი ალბათობით გლეხი მშიერი რჩებოდა. სწორედ ამ დროის საზომის უქონლობის გამო ტომებს უწევდათ შიმშილი. მაგრამ ეგვიპტელებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სირიუსი ჩნდებოდა, აი ამ სირიუსის გამოჩნას ემთხვეოდა ხოლმე ზუსტად ნილოსის ადიდება. მათ გამოთვლის ციკლი დაყვეს 365 დღეთ და 12 თვედ, რომელშიც თითოეულ თვეში იყო 30 დღე და დაამატეს 5 უბრალოდ სადღესასწაულო დღე. დღეს გლობალური ავიაცია, საფონდო ბირჟები, საერთაშორისო კონტრაქტები და თქვენი სმარტფონის კალენდარი მუშაობს იმავე ეგვიპტურ რომაულ სტრუქტურაზე. კალენდარი არის მთავარი სოციალური ალგორითმი, რომელსაც 8 მილიარდი ადამიანი ემორჩილება უსიტყვოდ. დემოკრატია, ანუ სოციალური ოპერაციული სისტემა. ძალაუფლება ადრე გადადიოდა ფიზიკურად, ანუ მეფის შვილი უნდა ყოფილიყავი, რომ ძალაუფლებაში მოსულიყავ. ანუ შენ გვერდზე მეზობლად ვიღაცა გენიოსი დაიბადა, რომელსაც შეუძლია შენი ქვეყანა ტოპ 1 ქვეყანად აქციოს, იმას არ ქონდა უფლება ამ ყველაფერში ჩარეულიყო, თუ მეფის შვილი არისო. ანუ იმ ეპოქაში რა მდგომარეობაც არ უნდა ყოფილიყო, არავის არ ქონდა უფლება და არც საშუალება იმის, რომ პროტესტი გამოეხატა. იმიტომ რომ აზრი არ ქონდა პროტესტს. ანუ პროტესტი არც არსებობდა. ანუ აიხლა რომ გითხრა რაღაც ისეთი აზრი გააჩინე, რომელიც არ არსებობს, დაახლოებით ეგეთი არ არსებული რამ რო დაფიქრდები და ვერაფერს ვერ მოიფიქრებ. აი დაახლოებით ეგეთი არ არსებული იყო პროტესტი. ანუ პროტესტის არც აზრი ქონდა და არც საჭიროება იყო პროტესტის არსებობა, სწორედ ამიტომ პროტესტი არასდროს არ გაჩენილა და სიტყვა და გრძნობა და შეგრძნება პროტესტი უბრალოდ არ არსებობდა. ამ უკმაყოფილების გამოხატვის ერთადერთი გზა იყო სისხლიანი აჯანყება და წარმოიდგინეთ სისხლიანი აჯანყება 98% შემთხვევებში მთავრდებოდა აჯანყებულების დამარცხებით, რა თქმა უნდა. ათენში ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში კლისთენემ შემოიღო სისტემა, სადაც გადაწყვეტილებას იღებდა ხალხი კრებაზე. ეს ხალხი მოქალაქეები იყენებდნენ შავ და თეთრ კენჭებს. ან ომისთვის მიეცათ ხმა, ან მშვიდობისთვის მიეცათ ხმა. ხოლო პოტენციურ დიქტატორებს სპეციალური თიხის ნატეხების ოსტრაკონების მეშვეობით 10 წლით აძევებდნენ ქალაქიდან. რა უცნაურია, ოსტრაკის მიერ. ეს ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში შექმნილი იდეაზე არის დაშენებული მთლიანად დასავლური იდეოლოგია, რომელსაც ჩვენ დემოკრატიას ვეძახით, როდესაც სისხლის ზღვის იარაღისა და გრევის გარეშე შეუძლია შეცვალოს მმართველი. ანუ თანამედროვე არჩევნები შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში. ანტიკურმა ძველმა გენიოსებმა რა თუ რაღაცა ნივთები კი არ გამოიგონეს, არამედ კაცობრიობას გადაუჭრეს ძალიან ბევრი პრობლემა, გადაარჩინეს სიცოცხლეები. და ჩვენ რო გონია რომ ადრე ადამიანები ვიღაცეები ვინც აი ნაგავში ცხოვრობდნენ უნიჭოები და უტინოები იყვნენ, არა, უბრალოდ ზუსტად იმ ადამიანებმა გამოიგონეს ბორბალი, ზუსტად იმ ადამიანებმა შექმნეს კანალიზაცია, ზუსტად იმ ადამიანებმა შექმნეს ცენტრალური გათბობა. ანუ საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი ინოვაცია არის, როდესაც კაცობრიობას უგვარებ პრობლემას. და თუ თქვენ სარკეში იყურებით და ანარეკლში ინოვატორს ხედავთ, მოუგვარეთ საზოგადოებას პრობლემა, მოაგვარეთ საკუთარი პრობლემა პირველ რიგში, რაც გაწუხებთ და აუცილებლად იქნება 1000-ობით, 10000-ობით და 100,000-ობით ადამიანი, ვისაც იგივე პრობლემა ექნება, ვისაც მაგ პრობლემას მოუგვარებთ და თქვენც შეხვალთ აი იმ სიაში, ვინც კაცობრიობას პრობლემები მოუგვარეს და ვისმა გამოგონებებმაც სამყარო შეცვალეს, გაამარტივებს და გააუკეთესოს.